საქართველოში მოქმედი IT ინდუსტრიის წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ ქვეყანა ინტელექტუალური კაპიტალის გადინების რისკის ქვეშაა. თუ შექმნილი კრიზისი გააგრძელდა და პროცესები დეესკალაციისკენ არ წავიდა, ადამიანები, რომელსაც ეს ინდუსტრია საქართველოში ასაქმებს, იძულებული იქნებიან ქვეყანა დატოვონ. ასევე საინტერესოა, როგორ უყურებენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ხელისუფლების მიერ ევროპული კურსიდან გადახვევის გადაწყვეტილებას ის საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც უცხოელი მომხმარებლებისთვის IT სერვისების მიმწოდებლები არიან. როგორია აქტივობა და ამ მოცემულობაში რამდენად საინტერესოა ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიებისთვის საქართველოს თემაზე საუბარს სტუმართან ერთად ვაგრძელებთ. შორენა კოპალეიშვილი ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე პირთა ასოციაციის თავმჯდომარე გვერდება პირდაპირ ეთერში. შორენა, მოგესალმებით, პირველ რიგში უღმესი მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით ელენე, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. შორენა, ჩვენ ამ სტუდიაში მათ შორის არაერთხელ მოგვისმენია იმ IT კომპანიების წარმომადგენლების პოზიციები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ უკვე ვადევნებთ თვალს 28 ნოემბრის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა თქვენი ასოციაცია უფრო სხვა ტიპის IT სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს აერთიანებს. ეს არის საერთაშორისო კომპანიები, რომლებსაც საქართველოში აქვთ ვირტუალური ზონის პირთა სტატუსი და გარკვეული საგადასახადო შეღავათებითაც სარგებლობენ. შორენა, როგორია მათი განწყობები, როგორ უყურებენ ისინი მოვლენებს, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მათი აქტივობა და ინტერესი საქართველოს მიმართ რამდენად არის შენარჩუნებული? ელენე, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დავიწყებ იმით, რომ ალბათ დღეს ქვეყანაში არ დარჩა უпростоრად სფერო, ბიზნეს სექტორი, რომელსაც ქვეყანაში არსებული მდგომარეობა პირდაპირ თუ ირიბად არ შეეხო. ასევე IT ინდუსტრიაც არ არის გამონაკლისი ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა არც თავად ჩვენი სექტორი, უშუალოდ ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ძალიან ასე ვთქვათ საინტერესო პროცესების მომსწრენი გავხდით თავად IT ინდუსტრიის წარმომადგენლების მხრიდან, რაც ასე ვთქვათ ჩემს პრაქტიკაში ფაქტობრივად ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც IT სექტორი ფაქტობრივად გამოვიდა ქუჩაში არსებული პროცესების გასაპროტესტებლად. მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ სწორი აქცენტები გააკეთეთ იმასთან დაკავშირებით, რომ უმეტესწილად ჩვენი შეფასებით და დაკვირვებით ეს ახალგაზრდები კომპანიების წარმომადგენლები მათ შორის ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ დაკვირვებით მეტწილად საქართველოში ბაზირებული კომპანიები ან კიდევ საქართველოდან ასე ვთქვათ ის IT სპეციალისტები, რომლებიც დასაქმებულები არიან დისტანციურ რეჟიმში არარეზიდენტი ასე ვთქვათ იურიდიული პირებისთვის უცხოეთში. ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ამ პროცესის დროს სპეციალისტები ასე ვთქვათ იზრდებიან და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი მათი კაპიტალი აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში, თუმცა რაც შეეხება უშუალოდ ვირტუალური ზონის კომპანიებს, ეს არის ცოტა სხვა კატეგორიის IT კომპანიები. ჩვენი წევრების უმეტესი ნაწილი არის უცხოელი ინვესტორები, რომლებიც ინტერესდებოდნენ ყოველ შემთხვევაში ძალიან აქტიურად საქართველოს იურისდიქციით. და რატომ? ყველასათვის არის ცნობილი ის საგადასახადო პრეფერენციები, რომელიც დაწესებული აქვს დღეის მდგომარეობითაც სახელმწიფოს, მაგრამ დღეს რა მოცემულობის წინაშე ვდგევართ, ელენე? ერთის მხრივ ჩვენ ვთავაზობთ ძალიან საინტერესო და ნამდვილად ასე ვთქვათ კონკურენტულ საგადასახადო პირობებს და რეჟიმებს ამ კომპანიებს, რათა მოვიზიდოთ ისინი საქართველოში, თუმცა მეორეს მხრივ ჩვენ აღმოჩნდით იმ არასტაბილური, არაპროგნოზირებადი ბიზნესისთვის, ახლა მე ვცდილობ, რომ ასე ვთქვათ გამოვიყენო ეს ბიზნეს ტერმინოლოგია, იმ
არაგანჭვრეტადი ასე ვთქვათ ვითარების წინაშე, რაც ფაქტობრივად ფარავს იმ დიდ ინტერესს, რომელსაც მეორეს მხრივ სთავაზობს ჩვენ როგორც ქვეყანა საგადასახადო რეჟიმების გათვალისწინებით. ჩვენ ალბათ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უშუალოდ ჩვენი ვირტუალური ზონის კომპანიას საკმაოდ ასე ვთქვათ დიდი შოკი ჰქონდათ იმ საგადასახადო დავების და პოლიტიკის გამო, რომელიც ამ კომპანიებს 2 წლის წინ დაეწყოთ, თუმცა ჩვენ მაინც მოვახერხეთ ჩვენი ძალიან ისეთი კამპანიით, რომ ეს შოკი გადაგვეგორებინა და დაგვერწმუნებინა ეს კომპანიები, რომ საქართველო კვლავ რჩება IT სექტორისთვის საინტერესო და მიმზიდველ ასე ვთქვათ ტერიტორიად. თუმცა აი უნდა აღვნიშნო, რომ ის სტატისტიკა, რომელიც ჩვენ რამოდენიმე კვირის წინ მივიღეთ, რომელიც არ მოიცავს მთლიან ასე ვთქვათ 12 თვეს ჯერჯერობით, მაგრამ 2024 წლის, მაგრამ მოიცავს 10 თვეს, ჩვენ ასე ვთქვათ ხედავთ ინტერესის რეალურ კლებას. რიცხვებში რამდენად გამოხატულია შორენა ეს ინტერესის კლება და ასევე საინტერესოა მაყურებლისთვის დღეს ეს სტატუსი დაახლოებით რამდენ კომპანიას აქვს საქართველოში? კი ბატონო, ჩვენ დღეს მდგომარეობით ეს სტატუსი აქვს 1297 კომპანიას, მაგრამ აი ნახეთ ზუსტად მოვამზადე ციფრები 2021-22 წლებში, უпростоრად 2021-დან 2023 წლის ჩათვლით 192 კომპანიას მიენიჭა ვირტუალური ზონის პირის სტატუსი. ანუ მიუხედავად იმ შოკისა, რომელიც აი საგადასახადო ნაწილში ჰქონდა ამ კომპანიებს, ხო ეს პროცესები ყველასთვის კარგად ცნობილია, მაინც საინტერესო ციფრი იყო ეს 192 კომპანიამ ოფიციალურად ამ პერიოდში მიიღო ეს სტატუსი. თუმცა ძალიან რადიკალური კლება არის უკვე 2024 წლის მაჩვენებელში, სადაც აი ძალიან რთულია და მიჭირს ამის გამოთქვა, დაახლოებით 15-მდე კომპანიის განაცხადი შევიდა დაახლოებით სამინისტროში. არის განხილვაში გარკვეული რაოდენობა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ რეალურად ამ კლებას. მიუხედავად ამისა, გარკვეული ოპტიმიზმის ნიშნებს მე მაძლევს ის, რომ ჩვენ შევაფასეთ ფინანსური წელიც ამ კომპანიების და თუ პირობითად და მინდა ვთქვა, რომ 2023 წელი ჩვენ დავხურეთ ამ ინდუსტრიამ სახელმწიფო ბიუჯეტში საგადასახადო შენატანების თვალსაზრისით დაახლოებით 86 მილიონ ლარზე მეტი კონტრიბუციით, ამ 10 თვეში ფიქსირდება, უკვე ფიქსირდება 85 მილიონი ლარის, ასე ვთქვათ, საგადასახადო გადახდები. რისი ძალიან დიდი ნაწილი არის, სხვათა შორის ესეც ალბათ უნდა აღვნიშნოთ, საშემოსავლო გადასახადი, რაც კიდევ ერთხელ აღნიშნავს ამ სექტორში დასაქმების მაჩვენებელს და ინტერესს. თუმცა ერთია ციფრები, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რეალურად ბიზნესში რყევები არ გვაძლევს იმ წამიერ ეფექტს, ხომ? ჩვენ ვფიქრობთ და ჩვენი ვარაუდით ტენდენციები კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება რამოდენიმე თვეში და სამწუხაროდ ეს ტენდენციები ჩვენი შეფასებით არ იქნება ასე ვთქვათ სახარბიელო. შორინა, ამ შემთხვევაში რა ტიპის ტენდენციებზე საუბრობთ? ანუ ნაწილი ამ კომპანიებისა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომ გავიდნენ საქართველოს იურისდიქციიდან, ანუ რა ტიპის ნეგატიური მოლოდინები შეიძლება იყოს კავშირში ამ მოვლენებთან? დიახ, იცით, აი ჩვენ მე შემიძლია დავყო ორ ნაწილად ამაზე ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. პირველი, ეს უკვე არსებული კომპანიები, რომლებიც დღეს უკვე არიან, რომლებსაც მინიჭებული აქვს და ოპერირებენ საქართველოში, მათი მხრიდან არის შემდეგი სახის წუხილები.
რომ ანუ ეს არასტაბილური ბიზნეს გარემო მათთვის არის ძალიან რთულად მისაღები, იმიტომ რომ მათთვის ძალიან რთულია გააკეთონ საგადასახადო რაღაც პროგნოზები და ასე შემდეგ. ანუ არსებული კომპანიებში არის ეს წუხილები, რომ ეს ბიზნეს გარემო არის ბიზნესის წარმოებისთვის სრულებით შეუსაბამო, იმიტომ რომ პირდაპირ გეტყვით, რომ აქ დასმულა საკითხი თავად ასე ვთქვათ ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ხო? იმიტომ რომ აი ჩვენ მაგალითად დეკემბერში დაგეგმილი გვქონდა ასოციაციის ეგეთი ძალიან მასშტაბური ღონისძიება, როგორც ჩვენი წევრებისა, ასევე ასე ვთქვათ მონათესავე სექტორებთან ერთობლივად, თუმცა იძულებულები გავხდით ეს ღონისძიება გაგვეუქმებინა, იმიტომ რომ როგორც მოწვეული სპიკერები, ასევე სტუმრები, რომლებიც უნდა ჩამოსულიყვნენ საქართველოში, უბრალოდ ძალიან დელიკატურად გვითხრეს უარი ღონისძიებაში მონაწილეობაზე. არა იმ მიზეზით, რომ მათ არ სურთ, არ უნდათ თანამშრომლობა, თუმცა პირდაპირ დაისვა უსაფრთხოების პრობლემა და ასე ვთქვათ, საქართველოს ამ ეტაპისთვის არ განიხილება როგორც უსაფრთხო, ასე ვთქვათ, ტერიტორიად მათი ვიზიტისთვის საქართველოში. ხოლო რაც შეეხება კომპანიებს, რომლებსაც ინტერესი უნდა გაუჩნდნენ საქართველოსთან მიმართებაში და რა კამპანიასაც ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ, დღეს ფაქტობრივად ეს ინტერესი არის სრულიად დაცემული და მინდა გითხრათ, რომ ეს არ დაწყებულა უშუალოდ აი ამ აქციების პერიოდში, წინა საარჩევნო პერიოდში ჩვენ შევამჩნიეთ, ასე ვთქვათ, კლება, იმიტომ რომ ჩვენს ასოციაციას ხშირად შემოდის, ანუ ზარები, ინტერესები, რომ უფრო მეტი განმარტება მივცეთ ამ საგადასახადო შეღავათებზე, რით შეიძლება რომ უფრო დავაინტერესოთ ეს საერთაშორისო კომპანიები თუ ცალკეული ფიზიკური პირები, მაგრამ ეს აი არჩევნებამდე უკვე მოხდა, ასე ვთქვათ, ამ ინტერესების აი ამ ინტერესის შემცირება. შემდეგ უკვე არჩევნების შემდეგ ყველანი ერთობლივად გავხდით მომსწრენი იმ პროცესებისა, რომელიც რეალურად ქვეყანაში განვითარდა და უპირობოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს აუცილებლად ძალიან ნეგატიურ ასახვას უკვე პოვებს IT სექტორზე, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა სრული ეფექტი ამ ნეგატიური პროცესებისა ჩვენ ჯერჯერობით კიდე კარგად არ აქვს გააზრებული და რეალურად არც ასახული არის ეს, ასე ვთქვათ, მათემატიკა. კი ბატონო, შორენა, ყველას ვეკითხები და აუცილებლად სანამ დავასრულებ შენთან საუბარს, მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირება მინდა გთხოვო. შენ როგორ უყურებ? გასაგებია რა მოცემულობაში ვართ, თუმცა როგორ უყურებ ამ პროცესების დეესკალაციას, როგორ წარმოგიდგენია ამ პროცესებიდან როგორ უნდა გამოვიდეთ, რომ მათ შორის ბიზნეს სექტორზეც ნაკლები გავლენა იყოს და ჩვენ რაღაც ასეთ სრულ იზოლაციაში დასავლური სამყაროსგან არ მოვექცეთ. ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია ელენე არის ძალიან ცალსახა და მარტივი. მე როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ჩემს პოზიციას მაქსიმალურად ვცდილობ გამოვხატო ხოლმე თითქმის ყოველ დღე რუსთაველის გამზირზე. რაც შეეხება როგორც ბიზნეს წარმომადგენელს, აქ არის ძალიან მარტივად უნდა შევხედოთ ამ საკითხს. ბიზნეს სჭირდება არა მხოლოდ ისევ და ისევ ჩვენი სექტორი და გამოვალ, არა მხოლოდ საინტერესო საგადასახადო შეღავათები, პირობები თუ ასე შემდეგ, ბიზნეს პირველ რიგში სჭირდება სტაბილურობა. სტაბილური განჭვრეტადი ბიზნეს გარემო, რომელიც დღეს საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს. ჩვენ რატო გვაქვს და რატო ვფიქრობთ, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოება უნდა ხდებოდეს ევროპული სტანდარტით, ხო? იმიტომ რომ ევროპა ესე არ არის რაღაც უბრალოდ რატო ევროპა? ევროპა იმიტომ რომ ეს არის რაღაც წესების პატივისცემა, ეს არის ღირებულებათა სწორი სისტემა. იქ სადაც მადლობა შორენა.
დიახ, დაასრულე და პრინციპში ცოტა დრო გვაქვს ძალიან დარჩენილი. მე ვფიქრობ, რომ კურსი აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს ევროპისკენ და რა თქმა უნდა, ყველა მხარემ უნდა გააკეთოს მაქსიმუმი, რომ ჩვენ აუცილებლად დავიბრუნოთ ის სტაბილური გარემო, რომელიც აუცილებელია ბიზნესის მშვიდი ოპერირებისთვის. შორენა, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო აქცენტებისთვის. მადლობა შორენა კოპალეიშვილს, ის საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის თავმჯდომარეა.